მოგესალმებით ვიფასო ტელემაღლა, ჩვენ ვიწყებთ გადაცემას კონსერვატორია. საგარეო ამბებით დავიწყოთ, იმიტომ რომ სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში ისე იდიოტი ოპოზიცია გვაქვს და ამიტომ პოლიტიკა არ მიდის. იმ რანგით და იმ ხარისხით, რასაც პოლიტიკა ქვია. საერთაშორისო ამბებზეც ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი იდიოტიზმის კუთხით კარგად არის, ამას რა თქმა უნდა ვერ ვიტყვი, თუმცა მათი იქაური იდიოტების და იქაური პერსონაჟების შემოქმედება ეხება ჩვენს ქვეყანას და ვისაუბროთ. ძალიან საინტერესო ტენდენცია არის რუსეთში. ვიქტორია ბონია ესეთი მომიტევე და ნაშა, რომელიც თავის ნაშობით გამოირჩევა და მეტი არაფრით, ოღონდ რომელსაც ზარნახული თაყვანისმცემლებთა რაოდენობა ყავს, მან მიმართა პუტინს. პირდაპირ მიმართვა იყო და სადაც გაკიცხა, გააკრიტიკა ძალიან კაცრად მისი პოლიტიკა, კონკრეტულად ის რომ თავს ქვეყანა ვერ იცავს, ტუაფსეში რომ ეკოლოგიური კატასტროფა, ინტერნეტის საშინელი ცენზურა რომ მიდის და ასე შემდეგ. გამოეხმაურა პუტინის კაცი სალავიოვი, ცუდი რაღაცები, ბოზიხარო უთხრა მოკლედ და ამან შეიტანა სასამართლოში და უცებ ხედავთ რომ ეგ და სალავიოვი ერთად ხედან და სალავიოვი იხდის ბოდიშს. ბონია ეუბნება რომ შენ მაშინ მე კი არ უნდა მომიხადო მარტო, არამედ იტალიის პრემიერსაც რომ მასაც ბოზი უთხრა. ხო და განცდა არის თითქოს რეჟიმი ირყევა, ხვდები? რახან უკან იხევს, რახან პრობლემებია ასე თქვა ომის წინახაზე და არა მარტო იქ, რახან ინტერნეტიც ნელდება და ასე შემდეგ. მე მაქვს ჩემი ესეთი ვერსია, რომ არამც თუ არ სუსტდება, არამედ ჩემი აზრით ძლიერდება და რატო? ეს ხომ არ არის ფანდი, ყურადღების მოდუნების და სტრატეგიული პაუზა, რომ ის პროცესები, რაც 40 წუთით გადაკეთებით მიმდინარეობს, მის მოწინააღმდეგეებში კონკრეტულად ევროპაში საშინელ კრიზისს გამოიწვევს. ეს კრიზისი უფრო გახურდება. და მე უფრო იოლად მიაღწევს თავის მიზნებს პუტინი. ხო, აი ამ ვითარებაზე, ამ სამხედრო პოლიტიკურ თეატრზე თქვა ერთი-ორი სიტყვა. მოდით დავიწყოთ რუსეთით. ჩემი აზრით, მე შორს ვარ იმაზიდან, რომ რუსეთში სისტემა ჩამოიშლება და ასე რაღაცების პოსტსისულელია. თუმცა შალვა იცი რა არის? დაღლა არის, აშკარად. ანუ ხო, რეჟიმის დაღლა არის და მოდი ასე გეტყვი. რეალურად არსებული რუსეთი ძალიან განსხვავდება ამ აგრესიული ქალების წარმოდგენაში და დიასახლისების, ხო, გეი მილიტარისტების წარმოსახვით არსებულ, ანუ რას გულისხმობ? რუსეთში საზოგადოებრივ აზრს სიამდვილეში აქვს ძალიან დიდი გავლენა. განსხვავებით მაგალითად უკრაინისგან. ანუ უკრაინელები ხო პირიქით მთელი ამ დროის განმავლობაში პროპაგანდირებას ახდენენ, რომ ისინი არიან ძალიან თავისუფლების მოყვარული და თავისუფალი ხალხი და მათ აი თუ არ მოწონთ ხელისუფლება გადააგდებენ, აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ აქვს ამას. რუსეთში აი საზოგადოებრივი აზრი ბოლო პერიოდში ნელ-ნელა მართლა ისვამს შეკითხვებს და ამან გამოიწვია ის, რომ ხელისუფლებამ გააკეთა ის, რომ პრინციპში მოусმინა ვიქტორია ბონიასგან, რომელიც, რავი, როგორც ჩანს, ალბათ ყველაზე ნაკლებად საფრთხის შემცველ ტიპად აღმოჩნდა მათთვის მიიღეს ეს კრიტიკა. ეს ნიშნავს იმას, რომ არის რუსეთში პრობლემა. ოღონდ რეალობა იცი რა არის, შალვა, რამოდენიმე დღის წინ, რაღაც ერთი კვირის წინ მახსოვს ამბობდნენ, რომ აი საქართველოს ბედნიერების აღქმის ინდექსი თუ 90-ე თუ 115-ე ადგილზე არის. იცი რა არის? ერთი დეტალია რა, ძალიან მაგარ ადგილას ყოფილვათ იმის გათვალისწინებით, თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში ყავს ტელევიზიები, მედია, კულტურა. ყალბია ეგრე. არა, მე სხვა რამეს ვამშალვა, რომელიც მთელი დღეების განმავლობაში, ანუ მე გეუბნები პატარა საქართველოში, რომ მთელი დღეების განმავლობაში გეუბნება, რაც უზოთ ცხოვრობთ. რუსეთში რა მასშტაბის არის ეს, ამას მე ვერ შევადარებ, იმიტომ რომ ჩვენ თუ აქ თუ 50 მილიონად ყველა ქართულ NGO-შნექს იყიდი, რუსეთში ალბათ მილიარდია საჭირო. მაგრამ მე რას ვამბობ რა, რომ მოდით ვთქვათ რა არის დასავლეთს ყველაზე მთავარი იარაღი, რაც დარჩა, ყველაზე წარმატებული იარაღი, რომელიც პრინციპში მუშაობს, არის ეს. ანუ ეს არის პროპაგანდა. მე სხვა რამ ვიკითხე და მინდა რომ თქვენ სხვა რამ რუსეთს შეუძლია გაცილებით ინტენსიურად აწარმოოს ომები. მაგალითად, მას შეუძლია არაშნიკებით და ზებგერითი რაკეტებით დაბომბოს კიევი და დაბომბოს. შალვა. შეუძლია. ზუსტად მაგიტომაც რომ ხიდები დაბომბოს, ეგეთ შეუძლია. ზუსტად მაგიტომაც რომ რატო არ აკეთებს? რუსეთი ძალიან, ანუ მოდი შეხედე რა.
ჩეჩნეთის ომი თავის დროზე იყო ძალიან დიდი ტრაგედია, იმიტომ რომ იქ სროჩნიკები, წვევამდელები არა, ამ ძალებითაც შეუძლია დაუშვას კიევის ცენტრს. რასაც კიევის რეჟიმი ოცნებობს, რომ მოსკოვში მოხდეს. დაუშვას პრეზიდენტის სასახლეს. დაუშვას. ჩემი აზრით კიეველები ოცნებენ კიევშიც მოხდეს, იმიტომ რომ ხო, ეგ საკეთებაა. სისტემა ხო ეგ არის, რომ აი რაც ფორმატი მსხვერპლი იქნება. არა, რა მეტი რაღა უნდა დაეხმარონ, მოდი პირდაპირ თქვათ რა. მაგაზმი არ მოხს პასუხით, არ ვიცი და არ ხიდები დაბომბოს. არ მგონია. გაიწიოს მეტი ხალხი, შეუძლია აქვს რესურსი. რუსეთი არის არმიის ქვეყანა. მას შეუძლია მეტი ინტენსიურობით აწარმოოს. უბრალოდ ელოდება ჩემი აზრით. ჩემი აზრით მაგას მე იმიტომ არ აკეთებენ, რომ საზოგადოებრივი აზრის იმაზე უფრო დაშვება არ უნდა. რომ მაინც არ არის სტალინის რუსეთი. ვერ დაგეთახმებ. არა, მე ვთვლი ვერ დაგეთახმებ. რუსეთის ისტორიაში არასოდეს არ ყოფილა მომენტი, გარდა პირველი მსოფლიო ომისა, როდესაც უბრალოდ აქ მოხდა რევოლუცია, როდესაც ჯარი დაიშალა და ვეღარ ომობდნენ. და ჭია შეეპარა ჯარს. რუსეთს ყოველთვის შეუძლია ინტენსიფიკაცია. ბევრი წაგებული ომიც აქვს, შავა არა. და რომელი? ბევრი წაგებული ომიც აქვს. რა თქმა უნდა, მაგრამ ძირდა დიდ ომებში მოგებული იმპერია ფართოვდება სულ. 17 მილიონი. მას ომები არ აქვს. ბრძოლები აქვს და 1-2 თურქეთთან ომი შეიძლება მისთვის ცუდი ზავით დასრულდა. მაგრამ ძირდად გავიდა რა, მთელი ამიერკავკასია დაიჭირა. გთხოვთ. ზოგადად ეგეთ დიდ ომებში რაც ახლა წარმოება არა მარტო უკრაინაში არასებობს ქვეყანა რომელიც ხეირობს ანუ ყველას აქვს ახლა მიდის ბრძოლა პირველი ვინ ჩამოიშლება ანუ ყველას აქვს პრობლემები ანუ უპრობლემო ქვეყანა არ ჩინეთი არ არის არც რუსეთი არ არის არც შეერთებული შტატები და მით უმეტ ევროკავშირი არ არის თავარი ახლა აი ამ ესეთ დიდი კონფლიქტების დროს არის ის ვინ ჩამოიშლება პირველი ცივი ომის დროსაც ეგ იყო პრინციპში რა. და ჩამოიშალა საქართველოში. ეხლა თავარი მომენტი რა არის? ეხლა რუსეთში იყო იქ საუბარი არა მარტო ეს, არამედ ბიუჯეტთან დაკავშირებული პრობლემებიც არის. და ღიად ითქვა, რომ ბიუჯეტთან დაკავშირებული პრობლემები არის. მაგრამ მე მგონია რომ რუსეთის თავის სტრატეგია მაინც არის და შენ შეკითხვაზე პასუხი ჩემი აზრით მდგომარეობს იმაში, რომ არ უნდა რუსეთს იყოს მარტო უკრაინაზე ორიენტირებული, მთელი სახელმწიფო სტრუქტურები უკრაინაზე გადართოს. იმიტომ რომ გეოპოლიტიკური თამაში მიმდინარეობს საკმაოდ მრავალ ასპექტში, რუსული ჯარი მოქმედებს არა მარტო უკრაინაში, ანუ ახლა სამხედრო თვალსაზრისით მოქმედებს აფრიკის მთელ რიგ ქვეყნებში. კი. გუშინ მაგალითად გუშინ წინ იყო ძალიან ფიცხელი ბრძოლა ასე. მალიში, სადაც დაიღუპნენ რუსები, კი ბატონო. ანუ ეს არ არის, ეს არის გლობალური ომის ნაწილი. ანუ შენ როდესაც გინდა რომ მარტო უკრაინაში იყოს, ესე არ ხდება. შესაბამისად ძალები გადანაწილებულია მთელ აი ამ ნაწილზე. ეს ერთი მომენტი. მეორე მომენტი ხო ობიექტურად უნდა ვთქვათ, რომ უკრაინას მართლა დაეხმარნენ და ამ დახმარების გარეშე ეს ფრონტი ესე ვერ შენარჩუნდებოდა. უკრაინას ანუ კი უყვართ საერთოდ ჩვენს ამ NGO სექტორსაც სხვებსაც რომ თამაში რომ უკრაინა პატარა საწყალი ქვეყანაა. უკრაინას ფინანსური სამხედრო დახმარება უფრო მეტი ქონდა, ვიდრე მეორე მსოფლიო ომში მიიღო საბჭოთა კავშირმა და ინგლისმა, ლენდლიზმა მთლიანად ოღონდ. მთლიანად. ხო, ათეულობით მილიარდებზეა საუბარი. არა. ერთ ჯერზე, ერთ ტრანშზე. 350 მილიარდ დოლარზე მეტი. ზოგადად რა თქმა უნდა, ეხლა მოდი და ეს ფული მარტო ჯარს ხო არ ხმარდება პენსიებს, უკრაინელ ოლიგარქებს, იმას ბინების შესაძლებლობას. რა თქმა უნდა, ეხლა წინ კურს ნავიჯებით, მაგრამ რუსეთი მიიწევს წინ, მაგრამ ინტენსიფიკაცია პრობლემა არ არის მისთვის ტექნიკური კუთხით, იმიტომ რომ ის რაკეტები რაც მას აქვს, მას შეუძლია ქალაქებს ესროლოს. მაგრამ როგორც ჩანს არ უნდა ჯერ-ერთი ეს მართლაც გამოიწვევს. განსხვავება ძალიან დიდი განსხვავება არის მაგალითად ისრაელსა და ეხლა როცა ისრაელი პირდაპირ ანუ ისრაელის ამოცანა არის პრინციპში ეთნიკური უდაბნოდ გადააქციოს რუსეთის ამოცანა როგორც ჩანს არ არის ეს მიერთება არის ანუ ორი განსხვავებული მიზანია და ესაც არის რომ მოდი ესე ვთქვა ქალაქების დაბომბვა კი საუბრობენ ამერიკელები რა არ ბომბავენ კი საუბრობენ იმას ქალაქების დაბრუნება საკერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა იმიტომ რომ იქ სადაც მიმდინარეობს ახლა ომი ძირითადად მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი მე პროცენტებს არ ვიტყვი მაგრამ თავს რუსად მიიჩნევს
და ეს განწყობების თვალსაზრისით ცუდი არის ეს ერთი მომენტი და არა მას მეორე მომენტი არის ის რომ ის ეცლება იდეოლოგიური საფუძველი ეცლება შენ თუ იქ უდაბნოთ აქცია მაშინ რა იმას აკეთებ რა გამათავისუფლებელი რეალურად ყველა ქალაქი უდაბნოდ აქციეს ეს რაც მალორუსიაში იყო ეს არის ბრძოლის ტაქტიკა რუსებს ეს ტაქტიკა ოღონდ სიღრმეში არ აქვს გამოყენებული აი მაგალითად ლვოვში და დასავლეთი უკრაინის არც ერთი ესეთი ქალაქი არ დაუბომბავთ, თორსა რაკეტისთვის სულ ერთი სად ჩამოვარდება რა. ხომ არ უნდა ვთქვათ, რომ შეიძლება არის ესეთი ფარული შეთანხმება დასავლეთს და რუსეთს შორის თამაშის წესებზე, რომ იომე იქით აღმოსავლეთში და კიევს არ დაარტყავ. თორე მეც დაგარტყავ. მე დაგარტყავს და მე მეორე დაგარტყავს და დაარტყავენ ინგლისში ბაზას, მაგალითად ბირთვული არ არის. ამერიკა დაარტყავს და განსხვავება ისა, ხო და განსხვავება ისაა, რომ რუსეთს ბირთვული არაღი აქვს. აქ რა საყვედურობენ პუტინს, იცი? ერთი კვერცხების ნაკლებობას თავაზობენ და წითელი ხაზების ბევრჯერ რომ გადაკვეთეს დასავლეთმა მასთან მიმართებაში ამას საყვედურობენ და მე მგონი რომ აბა ეს მაგაზე მიპასუხე. ხომ არ ელოდება სტრატეგიული მოთმინებით რუსეთი იმას რომ ეს ეკონომიკური და სხვა ხასიათის პრობლემები დაარტყავს ძალიან მათ მოწინააღმდეგე. მე მგონია რომ ერთი არის ეგ რომ აი მართლა ამ მომმა, ანუ რეალურად რუსეთის პრობლემა ან რატომაც გაიწელა იყო ის რომ თავდაპირველად ეს იყო მართლა ჩაფიქრებული როგორც სპეციალური სამხედრო ოპერაცია. კი, არ გამოვიდა. რო სწრაფად დავარტყათ ბლიცკრიგით ავიღოთ და всё. არ გამოვიდა და რო არ გამოვიდა, აქედან გადაწყობას დაჭიდა დაახლოებით 2 წელი, ესე უხეშად რო ვთქვათ და ეხლა არის უკვე გამოფიტვის ომი. ეხლა მიდის გამოფიტვის ომი და ვინც გამოიფიტება ცხადია და ამ პლუს ამას ის ასე ვთქვათ ტრამპის მიერ ასე ვთქვათ უკრაინაზე ხელის დაბანა, ნუ ყოველ შემთხვევაში ბაიდენის ადმინისტრაციასთან შედარებით მას ერთგვარ კოზირად უჭირავს პუტინს რა მე ესე მგონია თუმცა ისიც უნდა ვთქვათ რომ რეალურად ეხა ის რუსი ნაციონალისტების მესმის იმიტომ რომ იმათ სხვა წარმოდგენები ხა შეიძლება საერთოდ არ მომწონდეს ხადია იმათ იმპერიული ამბიციები მე მაგრამ ანუ იმათ გონიათ რომ ანუ ეს ანუ ძალიან უხეშად ვთქვათ როგორც ებლატავება ასე ვთქვათ ევროპა დასავლეთი რუსეთს არ მოწონთ იმიტომ რუსებს ხო ეს არასრულფასოვნების კომპლექსი აქვთ რომ ისინი არიან ტიპები რომლებიც არ დასვეს დასავლურ ბურჟუაზიულ სუფრაზე და ეხლა დაიწყეს ომი იმიტომ რომ ჩვენ არ გვინდა ვიყოთ ბენზო გასამართი სადგური ანუ არ არის რუსეთი ბენზოგასამართი სადგური. რუსეთს აქვს უნიკალური შეიარაღება. კი, აქვს, მაგრამ უნიკალური ისეთ რომელიც არ აქვს. ახმაში აღიარების, ნახე, აღიარების მომენტი მნიშვნელოვანია. ხო, უკვე გადალახა მე მგონი პუტინო ეგ კომპლექსი გადალახა. ხო, მაგრამ შეიძლება არც გადალახა, მაგრამ შეიძლება გადალახა, მაგრამ იქ არის აიგივე ნაპოლინა, ვიღაცები არიან ლიბერალური ელიტები, რომლებიც ისევ ფიქრობენ, რომ ეხა ეს ომი მორჩება და დასავლეთთან დალაგების თემები იქნება. არის თვალისწინებთ ერთ მნიშვნელოვან ისტორიულ პროცესებს, რომელიც მეორდება. არსებობს ხნიანი ომების ფენომენი 100 წლიანი 30 წლიანი თუ გათვალისწინებთ პელოპონესის ომი 20 წლიანი სადაც იყო რაღაცა წესები და ეს წესები თავის თავში არ უშვებდა ყველაფერს გამარჯვების და ნუ ბევრი ისტორიკოსი მსჯელობს რატომ ხდებოდა ესეთი ომები და ნუ იმ დასკვნამდე მიდია ხშირ შემთხვევაში რომ შიდა სოციალური სტაბილურობისთვის და თამაშის წესები ხშირად ელიტებისთვის უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე საბოლოო გამარჯვება. და ესეთ ფონზე ხოლმე ისტორიულად გამოდის ვიღაცა ბარბაროსი, რომელიც ამ თამაშის წესებში არ ჯდებოდა და ის მე არ ყოფს ყველა ამ წესებს და ხდება მაგალითად მაკედონელები როდესაც გამოჩნდნენ, პელოპონესის ომი გაიწელა დიდი პელოპონესის ომის შემდეგაც იყო კიდე ეგეთი დიდი ომი. გაიწელა დიდი ხანი. გამოჩნდნენ ვერძნებისთვის ბარბაროსები, მაკედონელები, რომელსაც ყველა თამაშის წესი დაარღვიეს და დაიპყრეს. ანუ იმის თქმა მინდა რომ რაღაცა ეტაპზე, ისტორიულ რაღაცა ეტაპზე ეს ომები იღებს ისეთ ხასიათს, სადაც ვინ იქნება ბარბაროსი შენიაზე. აი ეს არ ვიცი ახლა. რუსეთი. შეიძლება მივიდეს იქამდე. არა, რაღაც არ გვაქვს. რუსეთში თუ ეხა მოახერხეს იმდენი მობილიზაცია არა, გასკლავსეში გააკეთეს. და ყოჩარო გააკეთეს ჭვიანურად იომეს. უკრაინელები. ბესპილოტნიკები, ხა ძალიან ბევრი ყავთ. და თუ დაუბინძურეს, თუ რაღაც ობიექტებს დაარტყეს, რუსეთში, მოსკოვს თუ დაარტყეს, ის უბრალოდ იძულებული იქნება გადადგეს. წნეხი იქნება ნაციონალისტური. ამას ესენ რუსები უძახიან შურისძიების აქტი. აქტ ვაზმეზია. ხო და იძულებული იქნება რომ ეს მოიმოქმედოს, თორემ მართლა ძალიან შერყევა რა. კი, ნუ რეალურად რუსეთის ისტორია. შეჯობით ითმენს. რუსეთის ისტორიას თუ ერთი შეკითხვა გაწარმოიდგინეთ ესეთი ის რომ
აი ახლა რაღაცნაირად მოხდა შეთანხმება უკრაინასა და რუსეთს შორის. რა პოლიტიკური სიტუაცია იქნება პოსტსაომარი მდგომარეობა? ორივე მხარეს. რუსეთში პუტინის რეიტინგი დაეცა. მე პოლიტიკური მე ელიტურ კუთხით რომელი ელიტა გაიხარებს? რომელი ელიტა გაიხარებს? სამხედრო ელიტა, რომელსაც ამდენი медали აქვს, ამდენი ზვანი აქვს, ამდენი ფულს ახარჯებდნენ და ეხლა რაღაცა ყველა ვარიანტი ან ბალტიისპირეთს ან ყაზახეთს. პუტინის რეიტინგი დაეცემა, იმიტომ რომ ვერ აიღო ის უნდა პუტინის რეიტინგი დაეცემა და შეიძლება მოხდეს ის რაც არ გვაწყობს ჩვენ რომ პუტინის მაგათ ვიღაცა პრიგოჟინი პრიგოჟინის ტიპის ვიღაც სამხედრო გამორიცხავთ რომ ბალტიისპირეთს დაეჩალიჩოს, გამორიცხავთ რომ ყაზახეთს და ეს გამარჯვებული არმია სადღაც აკი არ დაშალოს როგორც სტალინმა დაშალა. არამედ სადაც გამოიყენოს კიდე. გამორიცხდა მე მგონი მე დაშლის არმიას. დაშლის რა დაშალოს. მოდი ესე თქვა. ეხლა ძალიან ბევრი აი ობიექტურად რო აიღოთ, ძალიან ბევრი ფული იშოვა იმ ხალხმა, რომლებიც ომში მიდის. კი, თუნდაც. რუსული სოციალური ცხოვრებისთვის, საკმაოდ დუბინკისთვის ძალიან ბევრი. ეხლა წარმოიდგინეთ, ეს არის ძალიან სწრაფი კიბე. ეს რუსეთში, რო სოციალური კიბე არის ძალიან სწრაფი რო ომში. წარმოიდგინე რომ ომი შეჩერდა და ეს ადამიანები რომლებიც ამისთვის ემზადებოდნენ რომლის მიიღეს მონაწილეობა ბრუნდებიან სახლში მე ხედავ ამ ომის გაჭიანურებაში იმას რომ გადაშეთანხმებულია ეს ამ ორ ძალას შორის არამედ რეალურად არც ესე იგი უკრაინას არაც უკრაინულ ელიტას არაც ომის დამთავრება რეალურად იმიტომ რომ ძალიან კარგად ხვდება რომ ომის შემდეგ მას სერიოზული პრობლემების გადაჭრა მოუწევს, რომ ომის გადაჭრის თავი სავარაუდოდ არ ექნება მას და პუტინსაც ექნება სერიოზული გამოწვევები. ამიტომ არსებული სიტუაცია ორივე საწყობს და საკმარისი დაღლა ჯერჯერობით არ არის საზოგადოებებში. არა, იქით შეიძლება უცებ გაჩნდეს. სადა? უკრაინა ხო ისეთ ქვეყანა, არა? მე თავარი არა, მე ვთვლი ვარ უკრაინის თავარი ყველაზე ძლიერი მხარე არის ეს რომ აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ხალხის აზრს. უკრაინაში არა მე მაგას ხო გამოილევა ეხა ის სრული პასუხისმგებლობით ძახი რომ ანუ უკრაინის მთავარი სიძლიერე არის ის რასაც ცხებს ძახიან რომ თქვენ ხართ ეგეთებიო უკრაინელები აბსოლუტურად ნული რეაქცია აქვთ რაც ხდება მათ ქვეყანაში თუმცა აი ომის ანუ მე რას ვამბობ რომ სულ ახლა TCK-ს ხო აღარ აძლევენ თავიანთ შვილებს ხრეს. ასე არ აძლევენ შევღადაო. არა, ვიდეოები ხდება რა. ყოველ დღე, ყოველ თვე 20,000 კაც იპარავენ და არ არის პრობლემა. არა, მე შევ მე ცალკეული შემთხვევები არის. აი, მოდი ავიღოთ დისკუსია ავიღოთ რა. ომობს ორი ქვეყანა, რუსეთი და უკრაინა. ჩვენც ახლა დისკუსია, ანუ ჩვენც ახლა დისკუსიობთ თემაზე, რომ აი რუსეთში იქნება პრობლემები, იმიტომ რომ რაღაც ეს ჯარიდან დაბრუნებული ხალხი შექმნის პრობლემას და უკრაინაში არ იქნება პრობლემა. როგორ არ იქნება? მილიონი კაცი დაბრუნდება. თან დაკარგული ტერიტორიული ტიპები. მილიონი კაცი. კაი, დაკარგული ტერიტორია. მეორე რამეს ვამბობ. ევროპაში არ იქნება პრობლემები, რომელმაც გადააწყო ეკონომიკას ცდილობენ ააწყონ იმაზე, რომ აი რუსეთთან იყოს. ანუ მე რას ვამბობ, რომ იდეაში ჩემი ღმარწმენთ, ჩემი ღმარ. ან მხარებს აწყობთ, რომ იყოს ომი. ხო, მაგრამ ეგეც არ ვარ გეტყვი, ბევრი რესურსი მიდის რა. აგე ზუგანოვმა ხო თქვა ჩამოგვეშლება 1917 წლის სიტუაციაშია და არა მარტო მატერიალური რესურსი, ეს ცენზურა, მოჭერა, ეს უთქვილი არ ხდება რა. აი, თუ ეს ხო რესურსია. ანუ ხო ჩვენ თუ გადავხედავთ ახლა მე მაგალითად ახლა რადგან სულ კითხულობ რაღაცებს, ყველაზე მეტად მაგალითად ახლა ერთი არ ეპარებოდათ შენ სტატის სერმეს, რომ შენ რუსეთ უმეხ. აბსოლუტურად. ანუ მე რასაც თვალს ვადევნებ, ყველაზე დიდი პრობლემა ინტერნეტის და მაგალითად ტელეგრამის შენელებაზე აქვს, ვიდრე ის რომ ტუაფსა დაბომბეს. იქ ფულს აკეთებდნენ და იმით. ხო. ანუ მე რას ვამბობ, შავა იცი რომ რეგიონულებზე რა სიტყვი? ტუაფსელებს ხო აქვს ეს ტუაფსეს პატარა რეგიონს, ხო აქვს პრობლემა. მე ეს რეგიონი შეიძლება სხვაგან დაბომბოს. არა, მე სხვა რამს ვამბობ. აღმოჩნდა რომ უკრაინელები დონისგან თავდაცვა ეფექტური არ არსებობს. საინტერესო საუბარია, მაგრამ რეკლამაც ვნახოთ. რეკლამის შემდეგ ბრუნდება კონსერვატორია. აღმოჩნდა რომ პატარა შედარებით დაბატარებული ქვეყანა, რომელსაც თითქოს და არ უნდა კონდეს წოწინავე შერევა, რუსეთის ნებისმიერ რეგიონში უნდა დაარტყას. უკრაინას
შალვა უკრაინა, ანუ მოდი რა შევხედოთ რა. უკრაინის დრონებს ეხლა აწარმოებენ ევროპის ყველა ქვეყანაში. ხო და ეგ რუსმა უბიოტებმა ხო არ იცის? როგორ არის ამაზე? არა. როცა პუტინი ეუბნება რომ ჩვენ მთელი მსოფლიო გვეუბნება რუსს აქ გასაუბროთ ჩვენ მაინც ეს უკრაინას უნდა მოუგოთ. ჩვენ ძლიერი ქვეყანა. ეგ ერთადერთია. ანუ მე რას ვამბობ, იცი? შესაბამისად ხედავს რომ მაგერ ეზოში ეცემა რა. არა, მე ვამბობ. და აქ უკმაყოფილება. მე რას ვამბობ, იცი? მოდი გავიხსენოთ, მე ვამბობ აქ ფსიქოლოგიაზე რა. 3 წლის წინ თუ გახსოვს რომ როცა ეს აქციები და რაღაცები იყო, ეს ამ გიჟების არმადები გვორდებოდნენ ყველას და რაღაცებს ხო ჩვენ და ჩვენ რაღაცებს წერდნენ ხოლმე და ხო, ჩემს ირგვლივ 80% პირიქით გაბრაზდა. ანუ არ ყოფილა რომ აი რომ მე რო ვიღა. არა, რა თქმა უნდა. მე რას ვამბობ, იცი რომ ანუ ფსიქოლოგიები სიამოვნებაში არის განსხვავება რა. ანუ მე გულისხმობ იმას რომ ტუაფსეს როცა ბომბობენ, ტუაფსელები თუ ბრაზდებიან რუსეთზე, საკუთარ მთავრობაზე 10-ჯერ მეტ ბრაზდებიან უკრაინელებზე. ხო, ნახოთ, კი ბატონო, არ ვიცი. ესე რო იყოს ბონიას სალავიოვი ბოდის არ მოუგო. ბონიას თავარი თემა მანდ იყო რომ ინტერნეტის შენელებამ გააბრაზა რუსები. იმიტომ რომ ყველაზე თავარი იცი რა არის აბსოლუტურად ლოგიკური, ანუ ფულს აკეთებენ ანუ სინამდვილე უყურე სიტყვის თავისუფლება არც არის. ანუ ტელეგრამის შენელება და რაღაცების შენელება ვერ აიხსნა, ლოგიკურ, რაციონალურად ვერ აიხსნა. პუტინი ცდილობს რომ ეს სტორზე უსაფრთხოება, ნახე, აი განაუსაფრთხოება არ გვირჩევნია. ანუ Z ბლოგერებიც კი, ვერ ხსნიან ატო. Z ბლოგერებს აქვს თავიანთი პროფესია, მათ აწყობთ ეს ინტერნეტის სწრაფი რო იყოს, ნებისმიერ ინტერნეტში მოღვაწე თუნდაც პროპაგანდის უნდა აწყობდეს, იმიტომ რომ ფული მოდის იქ, ნახვები, ეს ყველაფერი ფულს წერს, ფული არის. ინსტრუმენტია ფულის კეთების, მან თავისუფალი სიტყვა. ვაფშე ახლოსაც არ არის. შენ რა სიტყვი? მე აი ვერ ხვდები რუსულ პროექტს. ხვდები ამ ომისგან ხვდები ევროპელები როგორ გარდაიქმნებიან, ამ გეოპოლიტიკური დაპირისპირების შედეგად უკვე ჩანს ჩინეთი როგორ გარდაიქმნება. ჩვენ კარგი გზით. შეერთებული შტატების ჩანს როგორ გარდაიქმნება. საქართველოს ძალიან კარგად გამოჩნდა. პროექტი დაიჭირა საქართველოს. დერეფანი და მაქსიმალური სუვერენიტეტი. მაგრამ მან სხვა რაღაცაზე ვამბობ. მე არ ვამბობ იმას ჩვენ როლზე კი არ ვამბობ, არამედ სისტემურ გარდაქმნაზე ვსაუბრობ. რუსები როგორ უნდა გარდაიქმნას? ხო, მე ხედავ რომ ამ ომით ევროპა როგორც გარდაიქმნება, მას ძალიან კარგად ხედავ, იმიტომ რომ ეს უფრო მილიტარიზებული, უფრო ცენტრალიზებული, აშკარად სიტყვის თავისუფლება უფრო ნაკლები, აშკარად ბიუროკრატიის გავლენები გაცილებით. ოღონდ ლიბერალური არა. არ ვიცი. ლიბერალურ ფაშისტური. ხო, არ ვიცი, მე მგონი პოპულისტური. ხო. მემარცხენე პოპულისტური არა? აჩრდილი დადის ევროპაში. არ გამოჩნდება ევროპაში აჩრდილი. ყოველ შემთხვევაში ის თავისუფლებები რაც ევროპასთან იყო დაკავშირებული, აღარ იქნება, ამაში დარწმუნებული ვარ. ის რომ უფრო მეტად ცენტრალიზებული გახდება მისი მმართველობა, სავარაუდოდ ესე იქნება. შეერთებულ შტატებშიც კი ჩანს ეს კონტურები, როგორ მოხდება ეს, მით უმეტეს პოსტ-ტრამპისტულ მდგომარეობით ჩანს, რომ აქ რაღაცა კორპორატია, სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, რაღაც კიბერფეოდალიზმი და ასე შემდეგ. ამის აშენება მოხდება შეერთებულ შტატებში. ჩინეთში ეს კონცლაგერს რო უწოდებენ, ხო, ვირტუალურ კონცლაგერს, ხო? იმის სისტემას, რა ქვია, რეიტინგების სისტემას. რა თქმა უნდა, ჩანს. აი რუსეთი ისეთი მდგომარეობაში, რომ მე ვერ ხვდები, ანუ აქედან პუტინმა რა უნდა გამოიყვანოს. შეიძლება პუტინმა ვერც ვერაფერი. ხო, მე ვერ ხვდები მაგას, იმიტომ არ ჩანს. ამიტომ რადგან გაჭედილია ელიტა, ჩემს გაჭედილი ელიტის ყველაზე ლოგიკური მდგომარეობა არის ომის გაგრძელება. ხო, არსებული შენარჩუნება ომის გაგრძელება. სხვათა შორის იგივე რუსი ექსპერტები, მაგალითად ლუკიანოვი, პერესლეგინავ, წამყვანი ექსპერტები, რასაც ნუკლეამოს იმას უსვას ხას, რომ ჩვენ არ ვიცით რა გვინდა. ანუ აი ესე პირდაპირ ზოგს რა უნდა, ზოგს ერთიანი ხედვა. ხო, ანუ ის რომ აი დიდ რუსეთს რა უნდა, არ არსებობს ეს ხედვა. მაგალითად მართლა არის რუსეთში ლიბერალური ელიტა. არის სამხედრო ელიტა. ეს ფილოსოფოსი რო არის რა. დუგინი, რომელსაც რატომღაც მიიჩნევენ რომ არის პუტინის ფილოსოფოსი. ვაფშე არ არის გავლენა. ვაფშე არ არის. დუგინი არის პანკი. იყო პანკი, ხო იცი დუგინი? ლიმონოვთან ძმაკაცი. იყო ყველასთან ის პანკი. ნაცგოლი იყო რა. ნაცგოლი იყო. ხო, და ვაფშე ძალიან საინტერესო ადამიანია, ძალიან ნიჭიერი ტექსტები აქვს და სიამოვნებს კითხვა, მაგრამ რა თქმა უნდა, ბევრ ამაში არ ვთანხმები და გარდა ამისა საერთოდ არ არის პუტინზე გავლენა არა აქვს. ამას ამოჭრიან ახლა.
ამოჭრან მე რა პრობლემაა არ ვეთანხმებს დატო სამჯერ უნდა გაიგო რა არის თაყვები დუგინს თუ კითხულობ საინტერესო მართლა მეც სამი კითხავს აგერ ესეც და დებილი უნდა იყო და უკითხავ და რატო არ წამიკითხავს ეს ძალიან კარგი მოიცის თვითონ დუგინმა შენ ვაფშე დარგი არ გევასება გეოპოლიტიკა არც ფილოსოფია არც ფილოსოფია შენ ხარ ვინც ხარ მემარცხენე ათეისტი ხო მაგრამ მემარცხენე ათეიზმშიც არ არის რუსეთს ძალიან ბევრი რამე ცადა რუსეთმა სინამდვილეში მემარცხენეობასა და კომუნიზმისსა და ეს მის ნარატივში არ ჩანს რომ ერთდროულად ნიკოლოზ მეორეც არის ლენინისა სტალინის აბა მართლა აი პეტრების არის ივანოვის ყველაფერი ერთად არის ნუ პოსტმოდერნული რუსეთი რა იქ იყო რომ ვკითხულობდი რომ ერთი კარგი რუსი ბლოგერია სამხედრო რომელიც ამბობდა რომ აი რუს ჯარის გაზეთში არისო კარჩი ანუ ხო არის რომ შევრონებს აკეთებენ რა ეს ჯარისკაცები და თავისი აქტიურად არისო 4 ყველაზე პოპულარული შევრონიო პირველ ადგილზე არა ამ გელია პირველ ადგილზე არის ულაპარაკოთ არის ხატები სტალინიც მეორე ადგილზე არის სტალინი მესამე ადგილზე არის კატები მეოთხე ადგილზე არიან იაპონური ანიმე გოგოები ანუ ეს არის 4 რაღაცა რაც არის სადაც 90% მთელი ამ ოღონდ ეს შეუნები არის თვითონ რო აკეთებენ ჯარისკაცები თავის ვისკეთებას რომ აი როგორც რაინდი თავის გერბზე რაღაცას რომ მიაწ პირველი ხატები არის ხო ხო კი ოღონდ რელიგიური ის ბელადი და ქალები რა ოღონდ სტალინსა და იმას შორის ძამცრი განსხვავება შენ რომელს გაიკეთებდი ხატად მოთ მაინტერესებს მე კატებსა და სტალინს არ მოგვეს და მეორე მესამე სადაც იყავი კატები არ მოგვეს და მე მაგალითად კოსმოსს დავიხატავდი რაღაც კოსმოსური არ არის ეს შენ შინას დაიხატავდი მე ალბათ სტალინს ამოთ შორის თუ დავირჩიო შენ ანიმე გოგოები შენი გერბი რა იქნება აი თუ ვიც უყურეს ვარხამერი ხო ეს ფათაშორის ვეგამერ ვარხამერ 40000 კი თამაში და რაიმე იმას ვიზას უყარს კოსმოსური დესანტი ამ კოსმოსური დესანტის ძალიან ლამაზ და ძალიან ჭკვიანი და თვითონ სამყარო არის ძალიან კარგად გათვლილი თუმცა ჩვენ გადავიდეთ ისე ცოდვილ დედამიწაზე საქართველოზე ამ შუქში საქართველოს ძალიან მომგებიანად ჩანს შიდა რყევები არ არსებობს იმიტომ აბსოლუტურად დებილი ოპოზიცია ყავს აი უიმედო მე ვერ გავიგე როგორ შეიძლება ადამიანი იყოს ესეთი როგორც არის ჩვენი ოპოზიცია ადამიანობის ზღვარს გაცდნენ აი ინფუზორიები არიან ხო რაღაც ალიანსი რაღაცას მე რამდენი რუსი ოლიგარქია ვაფშე აქტუალური საერთოდ აღარ არის ეგ რაღაცები და ატომღაც გონიათ რომ ამას რომ მიაწვევიან რამე ხეირი ეგ აი შალა ერთ რაღაცას ვიტყვი აი ვიცი რომ ეს ბანალური თემაა მაგრამ 2011 წელს როცა შემოვიდა ბიძინა ივანიშვილი მაშინ ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა აბსოლუტურად ყველა ბერკეტი კუდი შმუდი რა ვიცი შსს რა ყველა ტელევიზიები ხა შენ ყველაზე კარგად გახსოვს ეგ და რა ბრძოლა იყო მაშინ ავანგარდში იყავდი აი მაშინ რომ ვერაფერი ვერ დადეს ბიძინა ივანიშვილზე და ეხა და მისი რუსი ოლიგარქობის იმაზე და ეხა ეს 14 წელი რომ აი გრამაფონივით რო იმეორებენ და აი მართლა აი ჩემი აი ხო ცასკეტა ის ერთ-ერთი мотиваცია პირადად გეტყვით რატომა ჩავერთე აი ამ ანალიტიკურ საქმეში არის ეს დებილე რაც მძულს რომ აი ყველა არის რუსი ვინც არის განსხვავებული ყველა არის რუსეთუმი აი ეს არის 60 ხო ეს არის 60 აი მაინტერესებს რატო ერთ-ერთი დოკუმენტი ვერ დადო ბიძინევაშვილის რუსი არ დამის დახოცეს ერთმანეთი ქართული ოცნების და ხალხის ძალის და სხვა არ დახოცეს მაგრამ სხვა ოპოზიცია აქეთა ნორმალური ოპოზიცია რასაც ქვია კონსტრუქციული წევრებმა ერთმანეთს დახოცეს არა მაგრამ გამოდიან ფასებზე რატო არაფერს არ აქვს ოპოზიციას სადაა მიზანმიმართული პოლიტიკა რეფორმა რა უნდა გაკეთდეს არ ჯერ რუსეთი უნდა დამართოს და ფასები და ძაღლებს წავთ ცოცხლად ხალხი რატო გონიათ არა მე აი რო დამარცხდება რუსეთი უკრაინაში ფასები მე დაიწყო მე რა მაინტერესებს ეს არის სტრატეგია მე მაქვს ასეთი რაღაცა რა ჩემ ცხოვრებაში თვლი ასე რომ რაღაცას რო გავაკეთებ მე ვცდილობ გავანალიზო თუ არ გამომივიდა მე ვცდილობ არ გავაკეთო რა ესე რა ну როგორც ჭკვიანო და მე შეფერბო
ჩემს შეცდომებზე და ვსაუბრობ ხარ. ის არ არის რეალურად სხვა შეცდომებზე ვისაუბრებ. მე ვსაუბრობ, ქართული ოპოზიცია 15 წელია აბსოლუტურად ერთ და იგივე სიდებილეს ძალიან ჯიუტად. ერთ და იგივე ზიგრულად. მე რას მაგალითი ყველაზე სასაცილო მაგალითი არის. უნგრეთში არჩევნებში გამარჯვებას ანუ რიგ რეალურ მიზეზებს კი არიძებენ, ეძებენ ტექნოლოგიებს. სინამდვილეში არჩევნებს იგონებს იდეა, არა იდეას უნდა კონდეს. არა, ეგ ხო? მაგრამ ეს ხო, არა მათთვის, ანუ რატომ ახლა შეხედი ხა. ტიპებმა რადიო თავისუფლებას ძალიან უყვართ, საერთოდ ჩააწვეთ ამათ, რომ თურმე ხალხში სიარული იგებს არჩევნებს. და ამიტომაც ეხლა თამარა თავისი ბავშვების სექტარი მეოთხე თაობა ყავს. იმ ბავშვებს პრობლემა შეიძლება იჩივონ სხვა შეს, იმიტომ რომ არასრულწლოვნები იქნებიან ბევრი. დიდი ალბათობით. ხო, ანუ მე თვითონ ეს მეოთხე თაობაა. პირველ ორს ვიცნობდი, სხვა შეს ძალიან ბევრი ცნობილი ტიპია. მათ შორის ჩვენ მხარესაც ვიღაცები, ასე და ეგეც არ არის. ხო, მე რას ვამბობ, რა. მე დადიან, ოღონდ ყველაზე საცილო იცი რა არის? 10 წლის წინაც დადიოდნენ. დადიან ეგენი. და მე რას ვამბობ, რომ ანუ ეხლა წარმოვიდგინეთ, რომ თამარა ჩერგოლეიშვილი ჩამოდის და გეუბნება, რომ თქვენ ხართ ცუდი ტიპები, იმიტომ რომ ხართ რუსეთომეები. აზზე არ ხართ არაფრის და ჩვენ გეტყვით რა არის ევროპა. რატომ უნდა მიცეხმა? აი პროსტა რომ ნახე, თამარა ჩერგოლეიშვილი ლაპარაკობს რა. ხო, და პრობლემა მაგაშია. აი სურათი კიდე რო სურათი. ამათი სურათი საცოდავი. არა, მეც ზუსტად იგივე მინდა გავიმეორო რაც საგარეოზე თქვი, ამ პოლიტიკურ კლასს სტატუს კვო უნდა მეტი არაფერი. მას უნდა რომ იყოს გარკვეული ოპოზიციის სახეები, ოპოზიციის ლიდერები, მათ აშკარად არ უნდათ ძალაუფლება. მეც ასობ, ანუ ხომ არ ეგეთი მომენტი რომ არის დეკლარირებული სრულიად და რეალური სრულიად, ხო? სტალკერშია სხვათა შორის ეს პოზიცია და არის დეკლარირებული აბსოლუტურად განსხვავდება იმ ყველა ქმედებისგან, რასაც ისინი აკეთებენ რა. აბსოლუტურად განსხვავდება. იმიტომ რომ სიამდვილეში ყველაზე ისეთი ხელსაყრელი ოპოზიციური ლოგიკა იქნებოდა პარლამენტში შესვლა ერთი, მერე იქნებოდა ყველა საკითხზე ბრძოლა, საპარლამენტო ბრძოლა და პროფესიონალური დაპირისპირება. მართლა ექსპერტული დაპირისპირება. შეცდომების გააზრება. მართლა ექსპერტული დაპირისპირება. და ეს მართლა მოუტანდა მათ რაღაც შედეგს. ამის ნაცვლად ანუ რა ვიცი, 8-ჯერ რომ გამოცდი ადამიანს ერთ და იგივე მეთოდზე 8-ჯერ ვერ ცუდ შედეგს მიიღებ. ხო უნდა იცოდე რომ 19-ჯერაც იგივე ის იქნება, შედეგი იქნება. ან არის ყოველთვის ადრე ვამბობდი რომ სექტის საზრონება, სექტას ხო ეს არის რომ და აპოკალიფტური სექტები რომელიც იძახდნენ რომ აი ახლა აპოკალიფსი მოხდებოდა, რო არ ხდებოდა, მე იძახდნენ აი ახლა კი არა, აი სამთოში მოხდება და სულ ესე რო ცხოვრებენ აი რაღაცა ეგრე. შემთხვევითი არ არის რომ ეს ადამიანები მართლა არიან ორი რაღაცის სიმბოლოები. ერთი არის გაუცხოებული აზროვნებას ქართული საზოგადოებისგან. ესა უცხო აზროვნება, უცხო სხეულია. კი ბატონო, რეალურად. უცხო სხეული როგორი სხეულის ფუნქცია რა არის, რომ როდესაც თითქოს მთელი ორგანიზმი გრძნობს, ხო, ამას, ხო და ესენი ვერ გრძნობენ ქართულ სოციალურ სხეულს, ხვდები? ვერ გრძნობენ. ხო. ანუ მათ ბრაჩობილები აი ნიკუშამ სწორად თქვა, მათ გონიათ რომ მხოლოდ რაღაცა PR ტექნოლოგიებია საჭირო. არ არის PR ტექნოლოგია, შემდეგ გრძნობდა სიმართლე უნდა იყოს შენ მხარეს და სიმართლე არსებობს. ჭეშმარიტება არსებობს. ხო და სოციალურ სხეულს რო გრძნობ, ის ტკივილები რაც ამ სხეულს აქვს, იმასაც გრძნობ. და ჭეშმარიტება არსებობს, მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად რა არის ჭეშმარიტებაო, ხო? ცნობილი შეკითხვა, ბიბლიური, საკრალური, მაგრამ არ არსებობს ფაქტებია. არსებობს ჭეშმარიტება, იმიტომ რომ როცა შენ ეუბნები ღვინოს ჩაგიფსის, ეს ელექტორატისთვის, უმრავლესობისთვის პრობლემაა, ცუდია, შენთან ვეღარ მოდიან, ვერ გიყურებენ როგორც ლიდერს, იმიტომ რომ შიში ქვეცნობიერი თუნდაც შეება, რომ ეს მართლა მოვა და ხო, ოჯახში ყველა სახში შემოვა და ამას გააკეთებს. ჩვენ იმდენად გენეტიკურად გვაქვს შიში ამ პრობლემის, რომელსაც ვაზია ჩეხეს და არსებობს ეს შიში, რომ ეს გადადის უკვე აი ამ თქვათ დღევანდელ ავტომატურად აისახება დღევანდელ გმირებზე. ოპოზიციის. ეს 1812 წელს რუსეთის წინააღმდეგ აჯანყება ხო იცი რატომ? ძალიან ისეთი მე გამოკითხო ჩატარ თვითონ რუსებმა ჩაატარეს ესე გამოძიება. და არის მაგის მასალები. მოკლედ ცოლი გაუპატიურეს ქვის წინ რუსმა ოფიცრებმა. და ნუ მოითფინა და რა ვერ მოითფინა. ღვინო შეურაცხყოფა. ხო.
ვინმე შეურაცხყოფა ვერ მოიწვია და მე მოკლა ეგ რუსის. ანუ რაღაცა ის მომენტი. საკრალური შეხო. და მაგარ გამოიწვია ამოშტერდებოდა ეს რუსები. როგორც ბაქტრიონის აჯანყება, ხო სპონტანურად დაიწყო, როგორც მე. თუ არა? არა, სპონტანურად. მაგრამ ემოცია ახლდა თან. ნუ გლის ამბავმა შეძინა რაღაცა სხვა მუხტი, ხო? კი. ნუ იქ ჩასახლების მომენტი იყო და ქართველების გადასახლების და მთელი ეს მომენტები იყო, მაგრამ ამდენი მტერი არ დაგვიხოცია, როგორც მე. ეს მართლა ეთნიკური წმენდის რაღაცა ელემენტი. პირველი ეთნიკური წმენდი, რომელიც ქართველებმა განახორციელა. ნუ ეხა ეგ რამერად შეიძლება უწოდო გადაგასახლეს და ვიღაცები ჩაასახლეს შენ მიწაზე და თან ესენი გავიწროებდნენ და უფლება არ ქონდათ. არ არის ხო მესმის. კაი, რა სიტყვი? ჩვენს ოპოზიციაზე რა უნდა? მე რა ვიცი, ჩვენს ოპოზიციას უსურვებ ენტროპიის. მარტა, სხვა ჩვენ ჯანმრთელობის გარდა ვერაფერს ვერ. არა, მე უსურვებ ენტროპიის მიმართულებით გაგრძელება. სტაბილურობა. სტაბილურ ჯანმრთელობას. სტაბილურ ჯანმრთელობას რა. სტაბილურობა. ხო, აი ესე უნდა უბალეშიკო რა. არა, ხო, ჯაბა აბა უი რა კაი, სად გიჟი არა ხარ. არა, მე ხარ ხუმრობის მარტა ფასებზე მიდის თელი ეს საუბარი, კომისია, საკენტავრობა, საკეისა. ძაღლს ცოცხლად წვა. არა, პირიქით. ასე ვიხურებენ. კარგი რა, ეს აი საიდან მოიფიქრეს რომ ეს არის ვინ რომელი გიჟის თავში დაიბადა რომ ეს არის აი და სამწუხაროდ იცი რომელი რომ აი ეს თუ გამოაშკარავეთ რომ გაზებს ცოცხლად ძაღლებს ცოცხლად წვავენ აი ეს დაამხობს ხელისუფლება მე ვიტყვი სამწუხაროდ გქონდა ბედნიერება მაგიჟებს ცნობეგეთ ხალხს კი რა თქმა უნდა რა გონიათ რომ რა არა მე ბევრჯერ მქონდა შეხვედრა რომ ადამიანის სოციალს მაგას მეუბნებოდა და მე რო მეუბნებოდი რომ მეთქი შენ აი 1500 ლარა ძაღლს ცოცხლად დაწვაო და ანუ და რატო გონია რომ შენ თუ არიზა მაგას ეს სადისტია და უფასოდაც დაწვავს რასთან ფულს შალვა მე ასავამი ხა მე ხა 6 წელი ვიყავი მაგ სამსახურში თბილისში მიმართულებაში ხელმძღვანელი ანუ ხალხს რომ პრემიას აძლევდი ხოლმე ძალიან რთული იყო შეտ მოტივირება და ხა წარმოიდგინე რომ ძაღლი ცოცხლად ჯერთი ის არის საერთოდ ეს თბილისში არ არის რაც წვაოს არის გორში მოგაკეთე თავი დაანებე წარმოიდგინე რა დონის ადამიანი უნდა იყო რომ 1200 გრადუსიანი რაღაცა რო იწვის ცოცხალი ძაღლი გამოვაღო შეაგდო დააკავო იქ შენ ანუ ეგ ხო ხვდებით რომ ანუ ეგ ხო ხვდებით რომ პროსტა უბრალოდ ლოგიკურად 100 წალი და რაღაც 1500 ლარის გამო არა ბიჭო იქნებ მანიაკია თქო ის არ შეურაცხყოფას აკეთებენ თანაშრომლებს რომ იქნებ ისეთი მანიაკი რომ აქეთ გადახდე 10000 შალვა ხო მაგრამ ახლა ეგეთი ხალხი ხო საღოლ რა საღოლ თუ მაგდენი იპოვეს მაგდენ მანიაკის მოძებნა შეიძლება დასაჭერებია ყველა აუ ძალიან მაგარი ხალხია ჩვენი ოპოზიცია არის პროსტა მართლა ჯანმრთელობის სურვილი აა შალვა ერთი ეხლა ჩვენ ხუმრობთ მაგრამ მოდი აი ცოტა ფლეშბექი გავაკეთოთ აი 3-4 წლის წინ ეხლა ჩვენ იმიტომ ხუმრობთ რომ რაღაცა ნიშნავანი სუვერენისტული ბრძოლები მოვიგეთ მაგრამ გავიხსენოთ 2020-21-19 წლები როცა მაშინ გახსოვს აი ამ ეთერში ამ სტუდიაში ვიჯექით მახსოვს მელიას დაჭერის თემა რო იყო აი ზუსტად ეს სტუდია იყო და მაშინ როგორი დაძაბულობა და სოციალური ასე ვთქვათ და პრემიერი ბიჭო ხო გახარია გადადა და ანუ ეხლა საერთოდ აი მე მართლა არ მახსოვს სიმართლე გითხრა ამ ოპოზიციიდან ვინ არის დაჭერილი და ვინ გამოსული აი მართლა ეხლა რომ მითხო ვაშაძე ეგრე არის ხო არა შედიან ვაშაძე ამ მომენტში გარეთ არის თუ შიგნით ხო ეხლა არ მახსოვს მართლა კი ბატონო და ისა და ერთი ბოლო მინდა თქვა რომ აი ყველაზე კარგი მაგალითი არის ჩემთვის ოპოზიციის არაადეკვატურობის რა ამბობენ რომ ქართულმა ოპოზიციამ მოგვიგო მშვიდობის თემითო ქართულმა ოცნება ხო ქართულმა ოცნებამ მოგვიგო მშვიდობის თემითო მაინც არაფერს არ ამბობენ ოღონდ არა აი სირცხვილის მომენტი ანუ მე რას ვამბობ სირცხვილის წვიმაზე ლაპარაკობენ ტიპები ამბობენ რომ ქართულმა ოღონდ ისე ოღონდ გეი მილიტარისტები არიან ისე არა ხო და მე მართლა ვამბობ მე ის მაგარია ამასთან დაკავშირებით თავარი არხის Facebook გვერდი 1012 კაცი 1012 ყოველ დღე რო იციან ყოველ დღე რუსები ამ დღეში ანუ 1000 კაცს 1000 ანუ იქ არიან ყოველ დღე თან იცი რა მე მგონია რა გერასიმოვი ურეკავს ამას თავარ არხს რომ აი რამდენი რუსეთი აღარ არსებობს და ყოველ დღე რო ურეკავს თან გერასიმოვი გინდა გითხრა ძალიან მარტივად ახლა მე როგორც უკრაინელების ექსპერტი რა რუსეთმა თქვა რომ ყოველ თვეში 30000 კაცის მობილიზაციას ვახდენთო ეს რო გადაფარო და არა დაითვალე მე ამას და ურეკს მე დიდი მადლობა მეგობრო ძალიან საინტერესო მოხდებით ჩვენ თქვენ შევხვდებით მომავალ შაბათს